პირველ რიგში მინდა ორი სიტყვით ვისაუბროთ REST-ის დიზაინის პრინციპებზე. თუ რა არის REST-ი, როგორ უნდა შევქმნათ REST-ის API და ასე შემდეგ და ნუ რაღაცა ძირითადი პრინციპები, რაც REST-ს უკავშირდება. თვითონ REST-ი იშიფრება როგორც representational state transfer. ქართულად ეს ყველაფერი ცოტა რთული ასახსნელია, სიტყვით ეს არის representational არის ინფორმაცია, რომლის წარმოდგენაც შეიძლება, state არის მდგომარეობა და transfer არის ინფორმაციის გადაცემის პროცესი. ანუ მდგომარეობის ინფორმაციის ისე გადაცემა, რომ ეს იყოს რაღაცა წარმოჩენადი. ძალიან რაღაცა შეიძლება უაზრობაც კი გამოდის ქართულად ეს ყველაფერი რო ავხსნათ. REST არის რაღაცა არქიტექტურული პრინციპი ინფორმაციის გადასაცემად, როდესაც ვქმნით API-ს HTTP-ზე დაშენებულს. HTTP ასევე ვინც არის ის არის ძირითადი პროტოკოლი, რითიც ინფორმაციის მიმოცვლა ხდება. ეს იქნება მაგალითად თქვენ Facebook-ს გახსნით თუ YouTube-ს გახსნით ან ნებისმიერ საიტს HTTP პროტოკოლის საშუალებით ხდება თქვენი კომპიუტერიდან ინფორმაციის გადაგზავნა Facebook-ის სერვერზე და იქიდან ინფორმაციის მიღება. REST-ის შემთხვევაში თითოეული URL-ი, ანუ URL-ი ასევე ვინც არიცით რაღაცა ვცდილობ რომ ბიგინერებზე გათვლილი იყოს ეს ყველაფერი. URL-ი ვინც არიცით, ეს არის ის, რაც წერია თქვენს ბრაუზერის ადრეს ბარში. ძალიან ბევრმა ალბათ იცით, მაგრამ მაინც ხსნი ამ ყველაფერს. პირობითად facebook.com/posts მაგალითად არის თლიანი URL-ი. REST-ის შემთხვევაში თითოეული URL-ი უნდა წარმოადგენდეს რესურსს, მაგალითად იუზერები, პოსტები, ორდერები და ასე შემდეგ. ძირითადი პრინციპები REST-ისთვის დამახასიათებელი არის statelessness, რაც ნიშნავს იმას, რომ request-სა და request შორის ინფორმაციის გაზიარება არ ხდება. როდესაც გახსენით facebook.com-ი, პირობითად ჩავთვალოთ, რომ ეს არის REST-ის პრინციპებზე დაშენებული, გახსენით facebook.com-ი, გაიგზავნა request-ი Facebook-ის სერვერზე. შემდეგ გადახვედით სხვა გვერდზე Facebook-ზე და გაიგზავნა მეორე request-ი. თუ ჩავთვლით, რომ REST-ის პრინციპებით არის აგებული facebook.com-ი, რეალურად შეიძლება არ არის, მაგრამ თუ ჩავთვლით ამ შემთხვევაში, მეორე request-ს არანაირი ინფორმაცია არ ქონდა წინა request-თან დაკავშირებით. წინა request-ზე. ანუ ყოველი request-ი არის დამოუკიდებელი request-ი და state-ი, ანუ მდგომარეობა არ არის გაზიარებული. Statelessness სწორედ მაგას გულისხმობს. Client server separation. ეს გულისხმობს შემდეგს, როდესაც არის კლიენტი ცალკე და სერვერი ცალკე. ამ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით ისევ, რომ Facebook-ის სერვერი არის REST-ის პრინციპებით აგებული, Facebook სერვერი არის API, რომელიც REST-ის პრინციპებით არის აგებული, მაგ შემთხვევაში facebook.com-ი, ანუ ბრაუზერში არსებული საიტი არის ერთი კლიენტი. მობილურის აპლიკაცია შეიძლება იყოს მეორე კლიენტი. და ასე შემდეგ. გვაქვს ერთი სერვერი REST-ის პრინციპებით აგებული API სერვერი და რამოდენიმე კლიენტი შეიძლება ყავდეს მას. და არის ფრონტი და ბექი ცალკე. ანუ ცალკე არის აპლიკაცია, ცალკე არის სერვერი, ცალკე არის ვებსაიტი, ცალკე არის სერვერი. Uniform interface. ეს გულისხმობს რომ URL-ები, რომელიც REST-ის პრინციპებით არის აგებული, არის ყველა ერთ სტანდარტში ჩამჯდარი და მაგ მაგალითს გაჩვენებთ. ასევე პასუხები API-ის მიერ დაბრუნებული არის დაკეშირებადი და მას თავის კეშირების წესებიც აქვს. Layered system გულისხმობს დონეებრივ, ანუ layer ქართულად არის დონე იდეაში level-ი, დონე ფენები, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ფენიანი სისტემა შეიძლება არსებობდეს. ცოტა, რთული კონცეფტია, ამიტომ ბევრს არ ავხსნი ამ თემაზე, არ არის ძირითადად რაღაცა ფუნდამენტალური ამ კურსის გასაგებად. და resource based გულისხმობს ასევე, რომ გვაქვს რესურსები, თითოეული რესურსი არის არსებითი სახელი, მაგალითად იუზერები, არის რაღაცა პოსტები, პროდუქტები და ვმუშაობთ ძირითადად ამ რესურსებთან. Okay. შემდეგი თემა ეს არის რესურსები და endpoint-ები. რესურსების best practice-ები არის გამოვიყენოთ არსებითი სახელები მრავლობით რიცხვში, როგორც არის მაგალითად API/users, API/posts. პირობითად facebook.com API/posts. წესით და რიგით REST-ის პრინციპებით აგებული URL-ი დააბრუნებს პოსტებს I am URLs API/posts. არ არის სწორი API/get users and API/create post.
თუ გვინდა ერთი კონკრეტული ჩანაწერის წამოღება, ამ შემთხვევაში API/users/ ამ კონკრეტული ჩანაწერის იდენტიფიკატორი. ID, მაგალითად 1, მაგალითად 23 და ასე შემდეგ. და თუ გვინდა ჩვენ ჩადგმული ინფორმაციების წამოღება, მაგალითად ჩვენ გვინდა პირველი user-ის ყველა პოსტის წამოღება, ამისთვის API/users/1/posts. ეს იქნება URL-ი. Okay? შემდეგი თემა ეს არის HTTP მეთოდები. არის უფრო მეტი HTTP მეთოდი არსებობს, ვიდრე აქ მაქვს ახლა მე ნახსენები, მაგრამ ეს არის 99% შემთხვევაში რაც დაგჭირდებათ. Get, post, put, patch და delete. Get როგორც წესი გამოიყენება ინფორმაციის წამოსაღებად. Post გამოიყენება ინფორმაციის გადასაგზავნად სერვერზე და ინფორმაციის შესაცვლად. ძირითადად post გამოიყენება შესაქმნელად REST-ის, როდესაც ვსაუბრობთ REST-ის პრინციპებზე, post ქმნის ინფორმაციას. Put ინფორმაციას update-ებს, ასევე ინფორმაციას update-ებს patch და delete ბუნებრივია ინფორმაციას შლის. აი აქ არის ორი მაგალითი get მეთოდით, როგორ შეგვიძლია წავიკითხოთ პოსტების სია ან ერთი კონკრეტული პოსტი. Post მეთოდის გამოყენებით შეგვიძლია შევქმნათ პოსტი. Put მეთოდის გამოყენებით შეგვიძლია განვაახლოთ ერთი კონკრეტული პოსტი, ასევე patch მეთოდის გამოყენებით შეგვიძლია განვაახლოთ ერთი კონკრეტული პოსტი და delete მეთოდის გამოყენებით როგორც წესი შლით რესურსს, ну ამ შემთხვევაში posts. Okay, შემდეგი თემა ეს არის სახელების დარქმევა. რეკომენდაცია არის რომ გამოვიყენოთ ქვედა, ანუ პატარა ასოები, ყოველთვის lower case სიმბოლოები და თუ გვაქვს რამოდენიმე სიტყვისგან შემდგარი URL-ი, მაშინ უნდა გამოვიყენოთ ან ქვედა ტირეები, რომელსაც ქვია snake case-ი, ან kebab case-ი, რომელიც გულისხმობს ჩვეულებრივ ტირეს. არა ქვედა ტირეს, არამედ ჩვეულებრივ ტირეს. აქ არ მაქვს კონკრეტული მაგალითი. ამისი მაგალითად თუ ავიღებთ country products. ანუ ესეთი რესურსი რომ მქონდეს country products, country ქვედა ტირე products, ან country ტირე products იქნებოდა რესურსის დასახელება URL-ში. აი აქ მაგალითად user-ის ნაცვლად, users-ის ნაცვლად იქნებოდა country ტირე products. და რა თქმა უნდა countries და products ყველა ასო lower case-ში, ანუ პატარა ასოები უნდა იყოს, დიდი ასოების გამოყენება არ შეიძლება. Ну, როდესაც naming conventions-ზე ვსაუბრობთ, თუ გვინდა რომ ეს convention-ი არის მიღებული შეთანხმება სახელების დარქმევის. Okay? Use ხო, ну ეს ძირითადად აქ ნათქვამი მაქვს უბრალოდ ის რომ ყოველთვის გამოვიყენოთ მრავლობით რიცხვში არსებითი სახელები. ანუ არა API/users/1, არამედ API/users/1. იგივენაირად აქ თუ გვინდა კონკრეტული user-ის პოსტები წამოვიღოთ users/user-ის იდენტიფიკატორი ID, შემდეგ posts. იგივენაირად პოსტის კომენტარები თუ გვინდა წამოვიღოთ. შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის HTTP status კოდები. ყველა request-ს გააჩნია თავისი response-ის status კოდი. ანუ სერვერმა რა გააკეთა და რა პასუხი დაგვიბრუნა მაგის განსასაზღვრად. Status კოდები იყოფა ძირითადად სამ ჯგუფად. ძირითადად ეს არის 200-ით დაწყებული status კოდები, 200-იანი ჯგუფის status კოდები, 400-იანი status კოდები და 500-იანი status კოდები. თითოეული მათგანს თავისი აღნიშვნა აქვს. 200-იანი ნიშნავს, რომ წარმატებით იმუშავა, 400-იანი ნიშნავს, რომ რაღაცა კლიენტის მხარეს მოხდა ერორი. ეს შეიძლება იყოს ვალიდაციის ერორი, რაღაცა ინფორმაცია აკლია, ან users არ ქონდა უფლება კონკრეტული ოპერაციის შესრულების, ან useri არ იყო ავტორიზებული ამ ოპერაციის შესრულების და ასე შემდეგ. და 500-იანი არის როგორც წესი სერვერის status კოდები, რაც გულისხმობს, რომ სერვერს აქვს რაღაცა პრობლემა. მაგალითად 200 ნიშნავს, რომ წარმატებით დამთავრდა get, put, patch, როგორც წესი 201 status კოდი ბრუნდება, როდესაც post request გავაგზავნით და რაღაცა ჩანაწერი შეიქმნა სერვერზე და 204 status კოდი ბრუნდება, როდესაც delete request გავაგზავნით და რაღაცა ჩანაწერი წაიშალა სერვერზე. და როგორც წესი 204 status კოდს არ აქვს ასევე response. უბრალოდ 204 status კოდი გულისხმობს იმას, რომ ოპერაცია წარმატებით შესრულდა, ჩანაწერი წაიშალა, რა დაგიბრუნო, არ ვიცი. სერვერი რაღაცა ესეთი გიფი რო წარმოვიდგინოთ, აი მაგას აკეთებს სერვერი.
400-იანი status კოდის request-ები არის, bad request-ი, როდესაც არასწორი input-ი გავაგზავნეთ, user-ი არ იყო ავტორიზებული, users არ ქონდა რაღაცის უფლება, user-ის მიერ მითითებული URL-ი არ არსებობდა საერთოდ, ან user-მა რაღაცა user-ის მიერ გამოგზავნილმა request-მა რაღაცა ვალიდაცია ვერ გაიარა. მაგალითად, რაღაცა სურათი იყო აუცილებელი დასატვირთი და დააკლო არ გააგზავნა. 500-იანზე უკვე ვისაუბრე, ეს არის სერვერის პრობლემები ძირითადად. შემდეგ, request-ის და response-ის ფორმატები. ძირითადი მიღებული ინფორმაციის მიმოცვლის წყარო REST API-ის შემთხვევაში, ეს არის JSON-ი. JSON-ი არის JavaScript გავიხსენო JSON. JavaScript Serialized Object Notation. მე მგონი. იშიფრება როგორც მოკლედ JavaScript-ი ვინც იცით, JSON-ი არის ჩათვალეთ გიგანტური JavaScript-ის ობიექტი. სადაც ნებისმიერი სახის არა ბაინარი, ოღონდ ეს ხაზი უნდა ნებისმიერი სახის ტექსტური ინფორმაცია შეგვიძლია შევინახოთ. მაგალითად, რომ ავიღოთ აი ეს request-ი, ეს არის JSON-ი, სადაც ჩვენ ვაგზავნით data-ს და data-ში არის ID 1, name-ი, სურა, email-ი zuraitexample.com. ეს შეიძლება იყოს როგორც request-ი, ისე response-ი. ანუ როგორც გავაგზავნოთ server-ზე ეს ინფორმაცია პირობითად რაღაც facebook.com-ზე როდესაც შევდივართ და რაღაც აღილაკს ვაწვევით, შეიძლება თვითონ ბრაუზერმა facebook.com-ის საიტმა servers გაუგზავნოს აი ესეთი სახის request-ი. ამ პირიქით server-მა შეიძლება დაუბრუნოს ბრაუზერს აი ესეთი სახის response-ი. თუ რამე error-ი ხდება ხოლმე, როგორც წესი, აი ესეთი სახით ვიღებთ ასევე errors, ობიექტი, რომელშიც გვაქვს errors და error-ების სია, რომელ field-ზე რა error-ი მოხდა. Okay? ასევე best practices-ზე რო ვისაუბროთ, მიღებული პრაქტიკები ეს არის, რომ HTML-ი და ტექსტი არასოდეს არ დავაბრუნოთ, როდესაც REST API გვაქვს. უნდა დავაბრუნოთ JSON-ი. მეორე ფორმატიც არსებობს XML, რომელიც შედარებით უფრო ძველი ფორმატია და დღესდღეობით უფრო ნაკლებად გამოიყენება, JSON-ი არის უფრო მიღებული ფორმატი, ამიტომ ვისაუბროთ, რომ დავაბრუნოთ JSON-ი. და ამასთანავე უნდა დავაბრუნოთ რაღაცა მნიშვნელო meaningful error message-ები, meaningful ნიშნავს error message-ები, რომელიც რაღაცა რეალურს ეუბნება მომხმარებელს და არა რაღაცა ვერ ვიპოვე უბრალოდ. ჩანაწერი ვერ მოიძებნა. რაღაცა უფრო მეტი ინფორმაცია, როდესაც საჭიროა. გამოვიყენოთ camel case-ი ან snake case-ი, ესეც ასევე best practice-ია. Camel case-ი არის შემდეგი სახის მიღებული convention-ი ქართულად ვეძებ და ვერ პოულობ სიტყვებს. მიღებული სახელის დარქმევის წესი, ასე ვთქვათ, როდესაც პირველი სიტყვის რამოდენიმე სიტყვისგან შემდგარი დასახელების პირველი ასო არის lower case-ი, ანუ C არის პატარა ასო და ყოველი შემდეგი სიტყვის პირველი ასო არის დიდი ასო, მაგალითად C. ეს არის camel case-ი. ეს არის snake case-ი, როდესაც ყოველი შემდეგი სიტყვის წინ არის ქვედადირი ჩასმული და ყველაფერი არის პატარა ასოებით. და ნუ ასევე კიდევ ერთი best practice არის, რომ რაღაც დამატებითი ინფორმაცია დავაბრუნოთ, როდესაც paginations ვაკეთებთ, ანუ როდესაც გვაქვს 1000-ობით ჩანაწერი, ჩვენ მხოლოდ 100 ვაბრუნებთ პირველ ეტაპზე, მაგრამ users უბრუნებთ ინფორმაციას, რომ შემდეგი ჩანაწერების წამოღება თუ გინდა, აი ესე შეიძლება გააგზავნო request-ი, ან სულ ამდენი ჩანაწერი არსებობს და აი მეორე გვერდზე შეიძლება გააგზავნო request-ი და ასე შემდეგ. Okay. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის API-ს, REST-ის API-ის აწყობის დროს ვერსიები, ან ვერსიების მენეჯმენტი. ეს არის, როდესაც დიდ და მნიშვნელოვანი API-ს ვაკეთებთ, აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რადგან ხშირად, როდესაც API იცვლება, ახლდება და ახალი ვერსიები ემატება, ახალი ვერსია ძველ ვერსიასთან შეთავსებადი აღარ არის ხოლმე. აი ამ შემთხვევაში, როდესაც იმპლემენტაციაზე ვისაუბრებთ, გვაქვს უკვე ორი API endpoint-ი user-ების ინფორმაციის წამოსაღებად. პირველი არის ვერსია 1-ის ქვეშ, მეორე არის ვერსია 2-ის ქვეშ. დავუშვათ ვერსია 2, ეხლახანს დავამატეთ ჩვენ ამ თვეში. სადაც რაღაცა ინფორმაციები ამოვიღეთ, რაც ძველი ინფორმაცია იყო და ინახებოდა user-ებში, მაგრამ პირდაპირ არსებული endpoint-ის განახლება ცუდი იდეაა, იმიტომ რომ ჩვენ API endpoint შესაძლოა იყენებდეს ძალიან ბევრი მომხმარებელი. და უცებ რაღაც შეცვალო ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ მომხმარებელს პრაქტიკულად უფუჭებ თავის აპლიკაციას, რომელიც შენს API-ზე არის დაყრდნობილი. ამიტომ ქმნით ახალ
URL-ს. ეს არის მეორე ვერსია, სადაც თავისთავად რა სახის ინფორმაციაც გვინდა, იმას დავაბრუნებთ და ვიღაცები დაიწყებენ, ახალი კლიენტები დაიწყებენ მეორე ვერსიის გამოყენებას. ამასთანავე შენ გააგებინებ ძველ მომხმარებლებს, რომ იცი რა ჩვენ ახალი ვერსია გამოვუშვით, სადაც უფრო პატარა რესპონსი არის, უფრო ოპტიმალურად ვაბრუნებთ ინფორმაციას და რაღაცა, მოკლედ კაი რაღაცები გავაკეთეთ და თუ გინდათ ვერსია 2-ზე გადმოდით. და მაგასაც ნახავ პერიოდულად თუ ვერსია 1-ს აღარ იყენებენ, ან შეგიძლია მისცე 1 წლიანი ნოთისი, 6 თვიანი ნოთისი, რომ იცი ვერსია 1 წლის მერე აღარ იქნება ხელმისაწვდომი, ამიტომ ნელ-ნელა უნდა გადახვიდეთ აუცილებლად. და ნუ 1 წლის მერე თუ არ გადავიდნენ მომხმარებლები, ეგ უკვე იმათი პრობლემაა. მაგრამ უცებ რომ გამოვუშვა განახლება და შეუცვალო, ეგ არის ცუდი იდეა ძალიან. ეხლა ვისაუბროთ რა არის statelessness, წეგან ვახსენეს ყველაფერი, მაგრამ რაღაც კიდევ ერთხელ ავხსნათ. Statelessness ნიშნავს, რომ თითოეული request-ი არის იზოლირებული და წინა request-თან არ არის დაკავშირებული. ეს პრინციპში უკვე გითხარით. ხო, ანუ სერვერის მხარეს სესიების ცნება არ არსებობს. სესია როგორც წესი request-სა და request შორის ინფორმაციას აზიარებს. სესია როდესაც შეიქმნება ტიპიურად, სესია ინახავს user-ის იდენტიფიკატორს და შემდეგ სხვა request-ი რომ მოვიდა, ამ request-საც აქვს იგივე სესიის ID, სესიის იდენტიფიკატორი და ხვდება რომ ეს ის request-ია წეგან რო ვისაუბრეთ და თელი სესიიდან შეუძლია ინფორმაციის ამოღება რომელიც სერვერზე ინახება რომ აი ამის სახელი თუ ყოფილა თურმე ზურა, ამის დაბადების წელი ყოფილა ესა და ეს, ამის პირადი ნომერი ესა და ეს და ყველაფერი შეუძლია სესიიდან ამოიღოს. ბრაუზერი მხოლოდ გააგზავნის სესიის იდენტიფიკატორს. სერვერზე სესიები არ გვაქვს, როცა statelessness-ზე ვსაუბრობთ. Benefit-ი რა არის scalability, ქართულად ნიშნავს განვცობადობა, ალბათ, რომ შეგვიძლია მარტივად განვაზოგადოთ ჩვენი პროექტი და ქართულად რა რთულია რაღაცების ახსნა ხანდახან. Scale ნიშნავს გაზრდას, ანუ და scalability გაზრდობადობა არ ვიცი. მოკლედ ხო, კაი. Simplicity სიმარტივე არის რეალურად, როდესაც სესიების მენეჯმენტი არ გვჭირდება. კეშირება ნიშნავს, რომ ინფორმაცია, ბაზიდან ამოღებული ინფორმაცია ან რაღაცა სხვა API-დან მიღებული ინფორმაცია ჩვენთან შეგვიძლია შევინახოთ სერვერზე და მეორე ჯერზე რომ user-ი მოითხოვს, მაგას უკვე მარტივად დავუბრუნოთ, აღარ გავაკეთოთ რთული ოპერაციები და reliability არის საიმედოობა. როდესაც სესია არ გვაქვს, ან იმის შიშიც არ არის, სესია დაიკარგება. Okay, შემდეგ pagination-ი, ფილტრები და სორტირება. Pagination-ი არის, გვახსენე best practices-ებში, ეს არის, როდესაც გვაქვს 1000-ობით ჩანაწერი, დაბრუნდა პირველი 100 და გვინდა დავუბრუნოთ შემდეგი 100 ჩანაწერი, შემდეგი 100 და ასე შემდეგ. ხო? ამისთვის როგორც წესი გამოიყენება ხოლმე შემდეგი ტიპის URL-ის პარამეტრები, page უდრის 2-ს, per page უდრის 10-ს. ეს არის მაგალითი, რომ მეორე გვერდის 10 ჩანაწერი მინდა დავაბრუნო. Page უდრის 3-ს ნიშნავს მესამე გვერდის 10 ჩანაწერი მინდა დავაბრუნო და ასე შემდეგ. ფილტრებისთვის შეგვიძლია მივუთოთ, რომ მე მინდა წამოვიღო პოსტები, როდესაც ავტორი არის მესამე ID-ის მქონე user-ი და პოსტის სტატუსი უნდა იყოს დაფაბლიშებული, ანუ ისეთი პოსტები შეიძლება გქონდეს users, რომელიც ჯერ არ არის გამოქვეყნებული, დაფაბლიშებული გამოქვეყნებას გულისხმობს. და სორტირებასთან დაკავშირებით შეგვიძლია მივუთოთ შემდეგი ტიპის keyword პარამეტრები, sort უდრის create date, როგორც წესი არის ხოლმე, როდის შეიქმნა ჩანაწერი, მაგის აღნიშნული ინფორმაცია და ორდერი, ანუ ascending და descending. Descending ნიშნავს, რომ ახლახანს ბოლოს შექმნილი ჩანაწერები თავში, ascending ნიშნავს, რომ პირველად შექმნილი ჩანაწერები თავში. ძალიან მნიშვნელოვანი არის დავიცვათ სისტემატიურობა და რაღაცა სტანდარტები ჩვენი API-ის კეთების დროს. ჩვენი ახალი API უნდა ჯდებოდეს საერთო წესებში, რასაც შევიმუშავებთ. ამიტომ ამ სამი საკითხი არის, პირველი არის maintain predictable patterns, ანუ ისეთი URL-ები უნდა შევიმუშაოთ, რომ ყოველი ახალი URL-ის განსაზღვრა იყოს ძალიან მარტივი რა. მაგალითად, თუ ჩვენ გვაქვს API endpoint-ი /posts ან /products და შემდეგ თქვით, რომ იცი რა, ჩვენ ახალი API endpoint-ს ვამატებთ, რომელიც დაგიბრუნებს შენ არ ვიცი, node-ებს პირობითად. ანუ გვეცოდინება, რომ რადგან არის /posts და /products, ესე იგი იქნება /nodes და არ იქნება /node ან არ იქნება /get nodes და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს არის სისტემატიურობა და რაღაცა სტანდარტები.
რადგან ჩვენ Laravel-ის API-ზე საუბრობთ, ზოგადად API-ის მიმოვიხილოთ, მაგრამ Laravel-ის API უნდა შევქმნათ, ამიტომ რაღაცა Laravel-ის სტანდარტების დაცვაც მნიშვნელოვანია, მაგალითად Laravel-ის resource controller-ების გამოყენება, რომელსაც უკვე გავეცნობით მერე. Automatic RESTful routes და ასევე Laravel-ს აქვს თავისი API resources საშუალება, რომელიც გვაძლევს იმას, რაც გვჭირდება ზუსტად 5 ძირითად მეთოდს. ეს არის ინდექსი, რის საშუალებითაც ჩვენ resources ყველა ჩანაწერს წამოვიღებთ, მაგალითად, ყველა პოსტი შეუძლია წამოვიღოთ ინდექსის საშუალებით, show რომ ერთი კონკრეტული პოსტი წამოვიღოთ, store ერთი კონკრეტული პოსტი შევქმნათ, update პოსტი განვაახლოთ და destroy პოსტი წავშალოთ. Okay, და რეალური მაგალითი იქნება ეს, ისევ და ისევ პოსტზე რო ვისაუბროთ, ყველა პოსტის წამოღება ინდექსი, ერთი პოსტის წამოღება ეს URL-ი იქნება api/posts/ პირობითად 1-2-3, ერთი კონკრეტული პოსტის ჩვენება, პოსტის შექმნა იქნება post request-ის გაკეთება API posts endpoint-ზე და პოსტის განახლება იქნება api/posts ID და პოსტის წაშლა იქნება api/posts და ასევე პოსტის ID. ეს არის პრინციპში, რაზეც ვისაუბრე მე უკვე. ეს არის Laravel-ის artisan-ის კომანდა, თუ როგორ შეგვიძლია დავაგენერიოთ ასეთი პოსტის კონტროლერი და ამ ყველაფერს გაჩვენებთ მე. უბრალოდ აი აქ თუ ვაკეთებ ცოტა უფრო ჩახლართულ და რთულ API-ს, შესაძლოა ვერსიის გამოყენებაც api/v1/posts, api/v1/posts/1 და ასე შემდეგ.